არჩევნებამდე 3 დღე რჩება ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტშია. პაატა ბურჭულაძის მოძრაობა, რუსთაველის გამზირი და ოპოზიციური სპექტრის ნაწილი მოქალაქეებს 4 ოქტომბერს ქუჩაში გასვლისკენ და ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობისკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, ქართული ოცნების დაგეგმილ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებენ. რევოლუციურ სცენარს არ ემხრობა ოპოზიციური პარტიების ნაწილი. პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობენ ლელოძლიერი საქართველოსთვის და გახარია საქართველოსთვის. არჩევნებში მონაწილეობს პარტია პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის იაგო ხვიჩიას განცხადებით, არჩევნები ბერკეტია, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებისთვის ძალაუფლების ჩამორთმევისთვის უნდა გამოიყენოს. პარტიის ლიდერებს 4 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სკეპტიკური მოლოდინები აქვთ. პარალელურად ქართული ოცნების ლიდერების თქმით, მმართველ გუნდს ალტერნატივა არ ჰყავს. მათივე თქმით, ოპოზიციამ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. ოცნების ლიდერები ამბობენ იმასაც, რომ თუ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე კანონთან უსაბამოქმედებებს ექნება ადგილი ამას სხვადასხვა უწყებების მხრიდან. მოუწოდებთ საზოგადოებას 4 ოქტომბერს 100,000-ობით გამოვიდეთ საქართველოს დასაცავად, საქართველოს დასაბრუნებლად, საქართველოს შემოსაბრუნებლად ევროპული ორბიტისკენ. ამიტომ ეს დღე უნდა ვაქციოთ ქართველი ხალხის გამარჯვების და ზეიმის დღეს და მოუწოდებთ ყველას გამოვიდეთ რუსთაველზე 4 ოქტომბერს. მინდა რომ რამდენიმე დღეში საზეიმო განწყობაზე ვიყოთ და ჩვენს მხარდამჭერებს მიულოცოთ ფაქტობრივად სარეკორდო წარმატება ლიბერტარიანული პარტიის ქვეყნის დედაქალაქში. ამისთვის ვემზადებით და ვნახოთ, გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ამორჩევლები არ დაიზარებენ ამ არჩევნებზე მისვლას და ასევე არა მხოლოდ ჩვენი ამორჩევლები, არამედ ყოფილი სხვა პარტიების ამორჩევლებიც გაანალიზებენ იმას, რომ საერთო საქმის მოღალატეებზე ხმის მიცემას ჯობია ხარი დაუჭირო იმას, რომელსაც არც არასდროს ქონია შენთან ისეთი პოზიტიური დამოკიდებულება, რომ მე უარის თქმა რაღაც ვალდებულებებზე ღალატად ჩაითვალოს. ჩვენ 4 ოქტომბერს არ ვიქნებით წარმოდგენილი ამ აქციაზე. ჩვენთვის 4 ოქტომბერი ეს არის ცვლილების დაწყება თვითმმართველობის რიგებიდან და ეს არის მშვიდობიანი ფორმით ბრძოლა და ეს არის რა თქმა უნდა არჩევნები. მიუღებელია და დაუშვებელია ნებისმიერი რადიკალური ან ძალადობრივი სცენარის განვითარება ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს აძლიერებს ოცნების რეჟიმს. შესაბამისად დაუშვებელია ასევე იმ წრფელი ემოციების და ძალისხმევის გამოყენება პარტიული ინტერესების გაძლიერებისთვის, რომელიც არის ხოლმე რუსთაველზე. 4 ოქტომბერს ნებისმიერი ძალადობა, რაც კი მოხდება ნაცმოძრაობის და აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მხრიდან, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას მისი სპიკერის სახით. მოხდება ერთი ფაქტიც, რაც ფაქტიც მოხდება, ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან ისინი, ვინც სოლიდარული არიან მოძალადეების მიმართ. რა თქმა უნდა, პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული, თუმცა შეიძლება ბევრი ადამიანი იმაზე მეტი ვიდრე წინა შემთხვევაში 30-ზე მეტი, კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს კისოსების მიღმა, აქედან გამომდინარე ჩვენი ვალია მათ მიმართ, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენი ვალია მათ მიმართ, რომ ყველა სათანადოდ გავაფრთხილოთ, მე არ გავგვირდეთ თუ კანონი მათ ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მორიგი წერილი გაავრცელა. განცხადებაში ივანიშვილი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაში დასავლურ ქვეყნებს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უცხო ქვეყნების აგენტები არიან და მათ ინტერესებს ატარებენ. მანვე მმართველი გუნდის შიგნით მომხდარ დაპირისპირებაზეც ისაუბრა. წერილში ივანიშვილი 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართული ოცნების არჩევნებში გამარჯვებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხისთვის ავტორიტეტს არა კონკრეტული სახელები და გვარები, რეგალიები ან ხელოვნურად შექმნილი გავლენიანი პოლიტიკოსები, არამედ სიმართლე წარმოადგენს. 13 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ქართულმა ხალხმა დაამარცხა ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს ქართულს ებრძოდა და სძულდა, დაამარცხა მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ხვების გეოპოლიტიკური თუ სხვა ინტერესებისთვის საქართველოს პაიკად წირავდა. ეს მოხდა 13 წლის წინ, იმიტომ რომ მაშინ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, რომ
თავისი მტკიცენებით აღდგომოდა იმ დიქტატურას, რომელიც დამყარებული ქონდა ნაციონალურ მოძრაობას. ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილის წერილი უფრო ემსახურება საკუთარი თანაგუნდელების გამხნევებას და იმის ახსნას ქართული საზოგადოებისთვის, რომ ყველაფერს წინასწარ გათვლად და გენიალურად აკეთებს ქართული ოცნება და ამიტომ არ უნდა ეშინოდეს მისიანებს ხელისუფლების დაკარგვის. უფრო ჩემი აზრით ეს შინაარსი ამოვიკითხე მე და შესაბამისად ამაშიც გასაკვირი არაფერი არ იყო წინა საარჩევნოდ როგორც წესი ბიძინა ივანიშვილის ჩვევია გამოსვლა და საკუთარი გუნდის გამხნევება რომ ვინმეს ეჭვი არ შეეპაროს საკუთარ თავში. ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ აღიარებს საქართველოს ისტორიაში 4 ოქტომბრის მნიშვნელობას და ქართველი ხალხის გამარჯვების შიში აქვს მას. ეს შიში მან დაადასტურა, როდესაც მისი ბრძანებით დინარაძემ ლევან ხაბეიშვილი დააპატიმრა სწორედ 4 ოქტომბრის შიშით და კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს დღევანდელ მის განცხადებაში, რომ 4 ოქტომბერი არის მნიშვნელოვანი თარიღი, 4 ოქტომბერი ქართულმა საზოგადოებამ უნდა აჩვენოს გადააქციოს ქართველი ხალხის გამარჯვების, ივანიშვილის გამარჯვების კი არა, ქართველი ხალხის გამარჯვების დღედ. ამიტომ ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც 2 ოქტომბერს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება, ასევე დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში. კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება, ევროპული დამოკიდებულებების შემცირება. კობახიძე სამიტზე დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. ეროვნული ინტერესები უნდა იყოს ყველგან წარმოდგენილი, მე მექნება საშუალება რომ მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ პანელში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც ვისაუბრებ ჩვენს ქვეყანაზე, განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებზე, იმიტომ რომ პანელის შინაარსი უკავშირდება სწორედ ეკონომიკურ საკითხებს და რა თქმა უნდა ამასთან ერთად გვექნება საუბარი ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე, საქართველოს როლზე. როდესაც პრემიერ-მინისტრს არავინ არ ხვდება, იმიტომ რომ ყველა მიცის რომ ის ქართული ხალხი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი კი არ არის ივანიშვილის თანაშემწე დანიშნული კონკრეტულ თანამდებობას. ქვეყანაში, როდესაც არ არსებობს სუვერენიტეტი, როდესაც ხალხის მმართველობა არ არის ქვეყანაში, რაც არ უნდა მშვიდობა იყოს, კი ნამდვილად კარგი არის და არც არავინ არ აპირებს და ეს იყო რუსული ნარატივი არის ქართული ოცნების, რომ თურმე ვიღაცა აპირებს საქართველოს ომში ჩათრევას და ასე შემდეგ და ამით კვებავენ საზოგადოებას და ჩემი აზრით ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი საქმე, სადაც ის პირადად არჩევს რაღაც საქმეებს თავის ძველს ნაცნობებთან და მეგობრებთან. შეიძლება ეს უკავშირდება მისი ყოფილი თანამშრომლების და მეგობრების მიერ მისი ფულის მოპარვას. ან რამე ისეთი ტიპის ქმედებას, სადაც საჭიროა პირადი შურიზიება, იმიტომ რომ სხვა მგონი ამ ყველაფერთან ყველა ხვდება, რომ არაფერი კავშირი ამას არ გააჩნია. არის ძველი საქმის გარჩევა, სადაც საქართველოს მოსახლეობამ სინამდვილეში ამ საქმეზეც კი არაფერი არ იცის. არც ის მხარე, რომელიც ციხეში ზის და არც ის მხარე, რომელიც მას ასამართლებს, ბოლომდე სიმართლეს არ ლაპარაკობს და ამიტომ ჩნდება ბუნდოვანება ამ საქმეებში. ჩეხეთის მთავრობამ ეროვნული სანქციების სიას 5 საქართველოს მოქალაქე დაამატა. ჩეხური მედიის ინფორმაციით სანქცირებულ პირებს შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით საჯაროდ დაიცვა ძალისა და ძალადობის გამოყენება საქართველოს უსაფრთხოების ძალების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ. ასევე მოსამართლე კობა ჩაგუნავა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია და სახელმწიფო პროკურორი ლაშა კოტრიკიძე. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომელმაც მინისტრთა კაბინეტს წინადადება წარუდგინა, ისინი პასუხისმგებლები არიან გასული წლის და წლევანდელი საპროტესტო აქციების დროს სასტიკ დარბევაზე. იანვრის ბოლოს ჩეხეთის მთავრობამ საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი დაასანქცირა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მირზა კეზევაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ თავად გიორგი ბაჩიაშვილის დედა მარინა რამაზაშვილი და მამა ალექსანდრე ბაჩიაშვილი. ისინი საქართველოში ამჟამად არ იმყოფებიან. საქართველოს პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით ბაჩიაშვილმა 2017-23 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2,944,957 ამერიკული დოლარისა და 1,097,187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით. ბაჩიაშვილის მშობლებს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, როგორც მოგეხსენებათ, არის კონკრეტული განაჩენი უკვე დამდგარი და თუ ვინმე მონაწილეობდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში, რა თქმა უნდა, მათ მიმართაც ამოქმედება შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები, თუმცა ეს არის თავიდან ბოლომდე სამართალდამცავების ღებების საკითხი. ადამიანებს იჭერენ და მათი ოჯახის წევრებს იჭერენ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ერთ ადამიანს სურს და ფინანსური უთანხმოების გამო ადამიანთან მისი ოჯახის წევრებს დედმამას აპატიმრებენ, როდესაც ასეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, იქ არჩევნებზე საუბარი ელემენტარულად არ შეიძლება. ჩემი აზრით ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი საქმე, სადაც ის პირადად არჩევს რაღაც საქმეებს თავის ძველს ნაცნობებთან და მეგობრებთან. შეიძლება ეს უკავშირდება მისი ყოფილი თანამშრომლების და მეგობრების მიერ მისი ფულის მოპარვას. ან რამე ისეთი ტიპის ქმედება, სადაც საჭიროა პირადი შურიზიება, იმიტომ რომ სხვა მგონი ამ ყველაფერთან ყველა ხვდება, რომ არაფერი კავშირი ამას არ გააჩნია. არის ძველი საქმის გარჩევა, სადაც საქართველოს მოსახლეობამ სინამდვილეში ამ საქმეზეც კი არაფერი არ იცის. არც ის მხარე, რომელიც ციხეში ზის და არც ის მხარე, რომელიც მას ასამართლებს, ბოლომდე სიმართლეს არ ლაპარაკობს და ამიტომ ჩნდება ბუნდოვანება ამ საქმეებში.